სოციალისტური პარტიის საბჭოს წევრი. რა თქმა უნდა, მემარცხენე, ლგბთქი და ასე შემდეგ. მიდის ქაბაბის მაღაზიაში მუსლიმური თემისადმი სოლიდარობის გამოსახატავად. და იქ მას სცემენ იმის გამო, რომ გეია. გიკვირთ ეს რომელიმეს? არა, არ გიკვირთ. გაფრთხილება. თუ არ გსურთ გეების ცემის ყურება, ნუ უყურებთ. სად? სასიამოვნო ადამიანები არიან, მშვენიერები, კეთილები, გახსნილები და თბილები. ახლა ვეწავლე, მარია, არა, არ მეგადაო. კმარა. დადი აქედან. არა, დადი აქედან. კმარა, გამოდი ქუჩაში. გამოდი ქუჩაში. არა. დაიმახსოვრე. ის ადამიანი, რომელსაც აძევებენ, არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო თანამდებობაზე კენჭს იკრის. სოციალისტური პარტიის საბჭოს წევრია და ცდილობს სოლიდარობა გამოუცხადოს ისლამისტებს, იმიგრანტებს, პალესტინას და მათ ყველა საქმეს. მაგრამ როცა ამ ხალხს აღარ სჭირდები, იცი რას ასაკეთებენ? ისინი არ გეპატიჟებიან თავიანთ ქებაბის მაღაზიაში, არა. ისინი გცემენ და გიშორებენ. ეს მეტაფორა არ არის. თავი არიდე. არა. არ მიხვას გადამოწმება. მოდი. ქუჩა. ხო. შუმად იყავი. შენ ხარ სოციალისტი ბიჭი, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და ფიქრობს, რომ უბრალოდ წავა და პალესტინას სოლიდარობას გამოუცხადებს, სადაც სახურავიდან გადაგაგდებენ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ხილი გესროლონ, უბრალოდ გცემენ, იმის გამო, რომ კაბაბის ჭამას ცდილობ. და შემდეგ ნიუ-იორკის მერი პირდაპირ ამტკიცებს ამას და ხსნის, რომ ასეა საქმე. და მაინც არიან გეები, რომლებიც ისლამს უჭერენ მხარს. და ბიჭებო, გთხოვთ ამიხსენით, რადგან ჩემს ტვინში ინტელექტია და უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ადამიანები ასეთი სულელები იყვნენ.